გამარჯობა. დაპირებული საუბარი ფინანსური პირამიდების შესახებ. ანუ როგორ განვასხვაოთ ფინანსური პირამიდა თუ ქსელური მარკეტინგი. ანუ არალეგალურია ბიზნესი თუ ნამდვილია ბიზნესი. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრია ფინანსური პირამიდის ტიპის კომპანია და ბევრია ადამიანიც, რომელსაც აქვს სურვილი შექმნას თავის საკუთარი ბიზნესი და ხშირად ადამიანები მიდიან ხოლმე ქსელურ მარკეტინგში, რადგანაც აქ არ არის რისკები, აქ არ არის საჭირო ინვესტირება ფულის, როგორც ტრადიციულ ბიზნესში, ხო? და ამ დროს უნდა გვესმოდეს, როგორ გავარჩიოთ, როგორ განსხვავდება ფინანსური პირამიდა, რით განსხვავდება ტრადიციული ქსელური მარკეტინგის კომპანიებისგან. პირველი და მთავარი და რის გარჩევასაც შეძლებს არაგამოცდილი ადამიანი, რომელსაც არასოდეს ამასთან შეხება არ ქონია, ესა პროდუქტი. უნდა შეხედო პროდუქტს და დაფიქრდე, ჩემთვის რომ ეს პროდუქტი შემოეთავაზებინათ ფულის გამომუშავების შესაძლებლობის გარეშე დავინტერესდებოდი თუ არა, ამ ფასად. თუ კი, ესე იგი ქსელური კომპანია, ქსელური მარკეტინგის კომპანია. ან დაფიქრდე, ხალხს რომ ჩემი ახლობლებისთვის რომ შეეთავაზებინათ ეს პროდუქტი, ამ ფასად დაინტერესდებოდნენ თუ არა. თუ კი, ესე იგი ქსელური მარკეტინგის კომპანია. თუ არა, დიდი ალბათობით ესაა ფინანსური პირამიდა. ფინანსურ პირამიდაში ფასი არის ხოლმე ძალიან გაბერილი. პროდუქტი არის როგორ თქვა, გამოუყენებელი, გამოუსადეგარი. ან არ აქვს პროდუქტს ექსკლუზიურობა და ბაზარზე არის უამრავი ალტერნატივა და ვერ აჩვენებ ადამიანს, რით განსხვავდება და რითაა შენი პროდუქტი უკეთესი. და როგორც წესი, ასეთი ტიპის კომპანიებში მონაწილეობის მიღების მთავარი მიზეზი. როგორც წესი, ასეთ კომპანიებში მონაწილეობის მიღების მთავარი მიზანი არის ფულის გამომუშავება. და ეს კარგად არასოდეს ამთავრდება. რაც შეეხება ქსელურ მარკეტინგის კომპანიებს, ამ კომპანიებს არსებობს ორი ტიპის ქსელური მარკეტინგის კომპანიები. პირველი, რომელიც მუშაობს მაღალი ხარისხის პროდუქტით და ამ კომპანიებს ყოველთვის აქვთ ხოლმე რაღაცა ექსკლუზივი, გამორჩეულობა, ის რაც ხვას არ აქვს და სწორედ ეს აძლევს კომპანიას საშუალებას, რომ აწარმოოს ეფექტური ბიზნესი ქსელური მარკეტინგის პრინციპებით. არის მეორე ტიპის კომპანიები, რომლებსაც აქვთ EAP პროდუქტი, რომელიც ეკონკურენტება, ვთქვათ, სუპერმარკეტის პროდუქტს, სახელებს არ დავასახელებ ახლა, მაგრამ ეს კომპანიები ამბობენ, რომ რაღა სუპერმარკეტში უნდა წახვიდე და დახარჯო ფული, მოდი ჩემთან. ასეთი კომპანიებიც არსებობს, ანუ ასეთი ტიპის ბიზნესიც არის. მესამე კატეგორია ესაა კომპანიები, რომლებსაც აქვთ ვითომ პროდუქტი, ანუ ეს შეიძლება იყოს ვირტუალური პროდუქტი, ეს შეიძლება იყოს ვირტუალური ფულით შეიძლება იყოს და ბევრია ასეთი კომპანია. უფრო მეტიც სკოტ უორენის აზრით, ეს ადამიანი, ესა იურისტი, რომელიც მუშაობს სწორედ ფინანსური პირამიდების გამოვლენაზე, ამბობს, რომ ყველა კომპანია, სადაც ურევია, რომელიც მუშაობს ვირტუალური ფულით, არის ფინანსური პირამიდა. და არის კომპანიები, რომლებიც არიან ნამდვილი ფინანსური პირამიდები, ანუ ფული მოიტანე, მოიყვანე ადამიანი, რომელიც ფულს მოიტანს და ასე შემდეგ. ხო, ანუ მხოლოდ ფული იღებს მონაწილეობას. ასეთი კომპანიები დღეს ძალიან მცირეა, იმიტომ რომ აკრძალულია ბევრ ქვეყანაში, ამიტომ კომპანიები ფინანსური პირამიდის დამფუძნებლები ცდილობენ ხოლმე, რომ შენიღბონ პროდუქტით ესა თუ ის ფინანსური პირამიდა. ამიტომ რომ შევაჯეროთ, როგორ განვასხვაოთ პირველი პროდუქტი. დააგვირდით პროდუქტს და ნახეთ რამდენად ხარისხიანი, შედეგიანი, დაგუგლეთ ინტერნეტში უამრავია ინფორმაცია და ნახეთ რამდენია ნეგატივი კომპანიის გარშემო. კარგი კომპანიის გარშემო ნეგატივი ან არ არის, ან ცოტა, მოკლედ, თქვენ შეძლებთ ამ ანალიზის გაკეთებას, ხო? თუმცა ნეგატივი ყველაფრის გარშემო არსებობს, მაგრამ ადეკვატური უნდა იყოს. კიდევ რა. ხო. შეიძლება თუ არა ფინანსურ პირამიდაში მონაწილეობის მიღება. კი, რა თქმა უნდა, ეს თქვენი გადასაწყვეტია. უბრალოდ უნდა გვესმოდეს ერთი რამ. როდესაც ადამიანი ფინანსურ პირამიდას აწყობს, ან იღებ მონაწილეობას ფინანსური პირამიდის აწყობაში, იქნება უამრავი მიმდევარი, ანუ უამრავი ადამიანი, რომელიც შენი გავლით მოხდება ამ კომპანიაში და დაკარგავს ფულს. ფინანსურ პირამიდებში ფული იშოვება დასაწყისში, მაშინ როდესაც კომპანიამ სტარტი აიღო.
რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ნაკლებია შესაძლებლობა რომ ფული გამოიმუშაო, დიდ შემოსავლებზე გახვიდე და კიდევ უფრო საინტერესო ისაა რომ გააჩნია რა ზომისაა ქვეყანა, ფინანსური პირამიდა შეიძლება მუშაობდეს 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც, მაგრამ აუცილებლად ადრე თუ გვიან გაჩერდება. და ამ შემთხვევაში დარჩება უამრავი ადამიანი, უამრავი ვალები, უამრავი პრობლემები და როგორც წესი მხოლოდ ფულის გამომუშავებით არ მთავრდება ხოლმე. ანუ ის ხალხი საბოლოო ჯამში მოდიან შენთან, ანუ იმ ადამიანთან, ვინც წამოიწყო ეს თემა. ავტორიტეტს იფუჭებ. ჩვენ მთელი ცხოვრება, მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება ვქმნით ჩვენს ავტორიტეტს და ერთ დღეს რაღაცა ერთმა ასეთმა სულელურმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. ასე რომ ეს არის საფრთხე. რაც შეეხება ნამდვილ ქსელური მარკეტინგის კომპანიას, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ბიზნესი და ქსელური მარკეტინგის კომპანიაში აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ისეთმა ადამიანმაც, რომელიც უბრალოდ მომხმარებლად დარჩება და სხვა არაფერი არ აინტერესებს. აქ არიან ადამიანები, რომლებიც იქმნიან უბრალოდ დამატებით შემოსავალს. და რა თქმა უნდა, აქ არიან ადამიანები, რომლებიც ისწრაფვიან, რომ გახდნენ მაღალანაზღაურებადი ბიზნესმენები და აქ არიან ადამიანები, რომლებიც ამას რეალურადაც აკეთებენ. ზოგი ადრე, ზოგი გვიან, მაგრამ ქსელური მარკეტინგის კომპანიაში ეს შესაძლებელია და თუ შევხედავთ რეიტინგებს საუკეთესო 10-ული, საუკეთესო 20-ული, ხო, ისეთი კომპანიები, რომლებიც უკვე ათეულობით წლებია ბაზარზე არსებობენ, მოღვაწეობენ და ესა კომპანიები, რომლებიც აკეთებენ მილიარდობით საქონელ ბრუნვას ყოველ წელს, გასაგებია, რომ აქ არის პროდუქტის მაღალ ხარისხზეც საუბარი, საკომპენსაციო გეგმაც შესაბამისია. თუმცა პატარა დამატებას გავაკეთებ, როგორ უნდა შევარჩიოთ ქსელური მარკეტინგის კომპანია. ეს თემა ძალიან საინტერესოა, პრინციპში შეიძლება ცალკე ვიდეოს ჩაწერა. თუ კომპანია ბაზარზე მუშაობს ათეულობით წლები, იქ ბიზნესის საწყობად მისვლა გვიანია. თუ კომპანია ძალიან ახალგაზრდაა, საინტერესოა იქ ბიზნესის წამოწყება, მაგრამ სარისკოა, იმიტომ რომ შეიძლება კომპანიამ ვერ გაკაჩოს ბაზარზე და გაჩერდეს, გაკოტრდეს. ყველაზე ოპტიმალური პერიოდი ახალ კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყება, ბიზნესის დაწყება არის, როდესაც კომპანიამ 5 წლიანი ბარიერი გადალახა, სტაბილურად ვითარდება და სადღაც 5-დან 15 წლამდე შეუერთდები, ესაა კარგი პერიოდი. ეს არის ობიექტური, თქვათ, მაჩვენებლები, ხო? ერთ-ერთი კიდევ ობიექტური მაჩვენებელი ისაა, რომ კომპანიას უნდა ჰქონდეს ზრდა. თუ კომპანიას ზრდა არ აქვს, ანუ ფინანსური ზრდა გაგიჭირდება. სუბიექტური მაჩვენებელი არის ის, რომ შენ უნდა მოგწონდეს ეს კომპანია. შენ უნდა მოგწონდეს კომპანია, უნდა მოგწონდეს პროდუქტი, უნდა მოგწონდეს გარემო, ყველაფერი. ანუ სუბიექტური განცდა შენი უნდა იყოს პოზიტიური. ამ შემთხვევაში ესაა ზუსტად ის კომპანია, სადაც შენი ადგილი. პრინციპში სულ ეს არის, ითქმაც მინდოდა, მოერიდეთ მაინც ფინანსურ პირამიდებს, ნუ გაიფუჭებთ ავტორიტეტს, ცოდვაა ის ხალხი, ვინც საბოლოო ჯამში უფლოდ დარჩება და ჩაერთეთ ნამდვილი ქსელური მარკეტინგის კომპანიებში. როგორც ერიკ უორი ამბობს, ქსელური მარკეტინგი არაა იდეალური ბიზნესი, მაგრამ ესაა საუკეთესო შესაძლებლობა, რომ დაიწყო შენი ფინანსური კარიერა და გახდე დამოუკიდებელი ფინანსურად. ასე რომ ყველას წარმატებები, შეკითხვები თუ გაქვთ, შეგიძლიათ დამისვათ კომენტარებში, დიდი სიამოვნებით გიპასუხებ და გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას.